ბევრი ფაქტორი განაპირობებს მაღალმთის ეკოლოგიურ მნიშვნელობას. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 12%, ანუ ეს არის 700 მილიონ ადამიანზე ცოტა მეტი, ცხოვრობს მთაში. მათგან 4%-ზე მეტი უშუალოდ დამოკიდებულია მთის რესურსებზე, სასმელ და საირიგაციო წყალზე, სათიბ-საძოვრებსა და ტყეზე. ზოგადად, მთის რესურსებზე დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 22%-ია დამოკიდებული. აქ ჩათვლილი აგრეთვე ბარის მოსახლეობა, რომელიც ასევე სარგებლობს მთის ამა თუ იმ რესურსით. ტყის ზედა საზღვრის ქვემოთ მდებარე არეების გათვალისწინებით, ანუ მაღალმთისა და მთის საერთო არეალი ხმელეთის 12% შეადგენს. აქ იგულისხმება ორივე ზონა, მაღალმთის სასიცოცხლო ზონაც და მთის სასიცოცხლო ზონაც. ეს მთელი დედამიწის არეალის 12% შეადგენს. საკუთრივ მაღალმთი აქედან 3% იკავებს და ამ 3%-ზე გავრცელებულია დაახლოებით 10,000 სახეობის მცენარე, რაც დედამიწის ჭურჭლოვან მცენარეთა სახეობების 4%-ია. ასე რომ ალპური სასიცოცხლო ზონა მცენარეებით იმაზე ბევრად უფრო მდიდარია, რაც ამ მცირე ფართობის გათვალისწინებით შეიძლება წარმოგვედგინა კიდეც. მთების მთელი ფართობის გათვალისწინებით სახეობათა რაოდენობა 50,000-მდე შეიძლება გაიზარდოს, რაც მსოფლიოს ფლორის და მსოფლიოს ფლორა შეადგენს 250,000-მდე სახეობას, უკვე 20%-ია, ხოლო თუ კი მხედველობაში მივიღებთ ტროპიკული დაბლობის მთებსაც, მაშინ ეს რიცხვი ორმაგდება. დიდი ტაქსონომიური მრავალფეროვნების გარდა, რაც დამახასიათებელია მაღალმთისთვის და მის ეკოლოგიურ მნიშვნელობას უსვავს ხაზს, ასევე დამახასიათებელია მცირე ტერიტორიებზე ჰაბიტატების დიდი მრავალფეროვნება. და შემდეგ მესამე მთავარი მიზეზი კიდე გახლავთ მაღალი კონსერვაციული ღირებულების ბუნებრივი და ბუნებრივთან ახლოს მდგომი ჰაბიტატების სიმრავლე.